ეგრეთ წოდებულ ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. უწყებაში დღეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია იმყოფებოდა. მან გამოკითხვის შემდეგ თქვა, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსების შესახებ წინასწარ ინფორმირებული არ ყოფილა და ამის შესახებ მოგვიანებით მასმედიიდან გაიგო. იზორია უცნების მსგავსად გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე მიანიშნებს და ამბობს, რომ ეს საკითხი მას უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში უნდა განეხილა. ძირითადი კითხვა მდგომარეობდა იმასთან დაკავშირებით, ვიყავი თუ არა ინფორმირებული ეგრეთ წოდებულ ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით. ჩემი პასუხი იყო, რომ ამაზე მე ინფორმაცია არ გამაჩნდა, არც არაოფიციალური პირადი კომუნიკაციის ფარგლებში და მით უფრო არც ფორმალური ფორმატების ფარგლებში იქნებოდა ეს მთავრობის ხდომა თუ განსაკუთრებით უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში. მახსენდება მხოლოდ ერთი სხდომა, ეს იყო 2019 წლის 1 მაისს, რომელიც მხოლოდ ორგანიზაციულ საკითხებს შეეხო, რახან ახალი შექმნილი იყო საბჭო, ხოლო ამ თემაზე, რომელიც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც უკავშირდებოდა ქვეყნის უსაფრთხოებას, მით უფრო პრემიერ-მინისტრი უნდა ყოფილიყო ინფორმირებული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია პირველ რიგში, მათ შორის უსაფრთხოების სამსახური არ ჩატარებულა სხდომა. შესაბამისად, როდესაც ვამბობ როგორც არაფორმალურად, ისე ფორმალურ ფორმატში და განსაკუთრებით კი იქ, სადაც ეს საკითხი ჩემი აზრით უნდა განხილულიყო, არ ჩატარებულა მსგავსი განხილვა, აი ეს ინფორმაცია მივაწოდე. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჟურნალისტებმა კითხეს, რა გააკეთა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ჩორჩანაში საგუშაგო ჩაიდგა. სადა თუ არა კომუნიკაცია გახარიასთან. ლევან იზორია ამბობს, რომ ამის შესაძლებლობა არ ქონია და ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს იმას, რომ საგუშაგოს განთავსებიდან რამდენიმე დღეში მინისტრი აღარ იყო. მე როგორც თავდაცვის მინისტრი მხოლოდ ერთი კვირა ვიყავი პოზიციაზე. ამ საგუშაგოს განთავსებიდან რაღაც რამდენიმე დღეში უკვე მე აღარ გახდით თავდაცვის მინისტრი. შესაბამისად, რაღაც კომუნიკაცია დაზუსტების საშუალება ბუნებრივია არ მექნებოდა. არასწორი იყო გიორგი გახარიას გადაწყვეტილება. თუ არასწორად მიგაჩნდა, თქვენ ხომ შეგეძლოთ რომ საბჭო მოგეწვიათ? მან დანიშნვის პროცედურაც კი გაწელა, რო არ ვილაპარაკოთ ინიციატივაზე, რომ საკითხი განხილულიყო, ასე რომ ეს მის პასუხისმგებლობაზე მეკითხველებს. როდესაც საბჭომ დივნის გარეშე 2 თვის გარეშე არსებობდა რა განხილვაზეა ზოგადად საუბარი. ანუ ოფიციალურად ფორმატი, სტრუქტურა უფუნქციოდ იყო პრაქტიკულად. გუშინ ამავე საქმეზე პროკურატურაში იმყოფებოდა თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია, რომელმაც თქვა, რომ საგუშაგოს ჩადგმის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა. ჩაჩიბაიას ვეთქმით, ჩორჩანასთან ქართული საგუშაგოს აღმართვის შესახებ ინფორმაცია მეორე დღეს სამსახურში გაიგო და თავდაცვის ძალებში შესაბამისი ღონისძიება გაატარა, რათა ნებისმიერი შემთხვევისთვის მზად ყოფილიყვნენ. მან იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ქმედებასთან დაკავშირებით შეფასება არ გააკეთა, თუმცა თქვა, რომ საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ ტერიტორიები დაიკარგა. ეგრეთ წოდებულ ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა ქართულ ოცნებაშიც. წულუკიანის კომისიის ერთ-ერთი წევრი თენგიზ შარმანაშვილი არ გამორიცხავს, რომ საქმეზე გახარიას გარდა სხვა პირების პასუხისმგებლობაც დადგეს. მისი პარტიის წევრები ახმაურდნენ, რომ ბრალი დაძლევა სისხლის სამართლის დანაშაულში. სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალს მე ვერ დავდებ, დაძლევს პროკურატურა თუ ჩათვლის საჭიროდ. მაგრამ მე ვამბობ, რომ ის არის პასუხისმგებელი თავის ქმედებებზე, რომელმაც გამოიწვია 1,000,000 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლების კონტროლის დაკარგვა. დროებით, მაგრამ დაკარგვა. საქართველოს პროკურატურა მუშაობს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე. იქ კიდევ ვისი ბრალეულობა გამოიკვეთება და ვის წაუყენებენ ბრალს, მე ვერ გეტყვით. იმიტომ რომ საქმის მასალების გამოძიების არ შეიძლება მე ვიცოდე, მაგრამ მე არ გამომიცხავ, რომ იქ გახარიას გარდა კიდე სხვა პირების პასუხისმგებლობას დადგეს. გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ, ტყუიან. პარტია საქართველოსთვის წევრის გიორგი ჭანტურიას თქმით, ახალი ხელისუფლების პირობებში ახალი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელზეც პროკურატურაში ცრუ ჩვენების მიმცემ პირებს კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევთ. გახარიას გუნდი ჩორჩანას საქმეს არა მათი ლიდერის, არამედ ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას უწოდებს. ვინმეს ჯერა, რომ საზღვართან სოფელ ჩორჩანაში საგუშაგო იდგმებოდა ისე, რომ არც უსმა, არც პრემიერმა არავინ არაფერი არ იცოდა. გიორგი გახარიამ ეს მოიგდო ეს მხარზე, ეს რა ქვია და წაიღო და იქ ჩადგა საგუშაგო თავიანთი ხელით. ეს ადამიანები, რომლებიც გამოკითხვაზე დადიან, ამ ადამიანებს მე მგონი გააზრებული არ აქვს, საერთოდ რაში არიან ჩართული რა, იმიტომ რომ ჩორჩანას кейსი არის кейსი, სადაც ეგრეთ წოდებული კომისიის დახმარებით ირაკლი ყობახიძე დღეს ქართულ ტერიტორიებს რუსებს აბარებს პირდაპირ მნიშვნელობით და დღეს ადამიანები, რომლებიც გამოკითხვაზე დადიან პროკურატურაში და იქიდან გამოდიან და
იმას არ ვლაპარაკობენ, რომ დღეს პრემიერი, ეგრეთ წოდებული პრემიერი ამას ვლაპარაკობს, ეს შეიძლება იმას ნიშნავს, რომ სოფელი ჩორჩანა კი არა, დაახლოებით მართლა 100 მილიონი ჰექტარი ოკუპანტებმა წაიღო, რომ ამის საშიშროება მართლა არ იმრ. ყობახიძე ამას პოპულარულად ვლაპარაკობს, უკვე რომ ჩვენი ტერიტორია არ არის, ამის საშიშროება რო არის. ამას რო ვლაპარაკობენ, ძალიან სამწუხარო არის. პროკურატურაში გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარეობს. პროკურატურის ცნობით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება. წულუკიანის კომისიის წევრები ამტკიცებენ, რომ გახარიამ საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს პოლიციის საგუშაგო თვითნებურად დააშენა, რითაც ახალი ომის საფრთხე შექმნა. გახარია კი ამბობს, რომ საგუშაგოს შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა და საკითხზე 4 სამინისტრო მუშაობდა. მისივე თქმით, საგუშაგოს აშენება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო, მუხლი რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.